გამარჯობა, როგორ ხართ, ჩემო დორა მიკა გუნდო. დღევანდელი ისტორია გვახოს ნამდვილ თინეიჯერულ დრამაში, რომელიც სავსეა სიყვარულით, ეჭვიანობით, მეგობრობით, ბულინგით და კიდევ ბევრით. მოემზადე, რადგან ეს დორამა ყველაფრით მოდის. სპოილერის გაფრთხილება. სერიალი იწყება ნარითი ახალგაზრდა მოსწავლით, რომელიც თავის საუკეთესო მეგობარ გოგოებთან ერთად რაღაცას სვამს, სანამ სავაჭრო ცენტრში წავლენ და დღეს იქ გაატარებენ. იქ ისინი ყიდულობენ პლუშის ნიანგს და ჭამის შემდეგ კარაოკეში მღერიან და ერთად მხიარულობენ. სახლში დაბრუნების გზაზე მისი ერთ-ერთი მეგობარი სახელად იუნა ემშვიდობება, რადგან მან საბუნების მეტყველო მიმართულება აირჩია და ისინი ვეღარ შეძლებენ ერთად სწავლის გაგრძელებას. მეორე დღეს ნარი თავისი მამის კაფეტერიიდან იღებს ცოტა საჭმელს, რათა მეგობარ გოგოებთან ერთად მიირთვას ინსტიტუტში პირველ დღეს. იქ მისვლისას თავარი გმირი გაკვირვებით ამჩნევს ჭერში არსებულ ხვრელს, მაგრამ მისი მეგობრები ამას მნიშვნელობას არ ანიჭებენ და მეტი საჭმლის მოსატანად მიდიან. კლასში დაბრუნებისას ნარი პოულობს მოსწავლეს სახელად ჩანს, რომელიც მის მერხზე მისივე პლუშის ნიანგზე დაყრდნობილი ისვენებს. ამიტომ მასთან მიდის, რომ უსაყვედუროს. თუმცა სინანულის ნაცვლად ის მის გვერდით დაჯდომას გადაწყვეტს. შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს მოუწოდებს, კლასის დელეგატი აირჩიონ და კენჭისყრის ჩატარების შემდეგ ნარი მისი ნების საწინააღმდეგო დაირჩევა. ამგვარად ნელ-ნელა მოსწავლეები მასთან ხშირად იწყებენ მისვლას, რათა გამუდმებით იჩივლონ. და ერთ დილას ზედა კლასის მოსწავლეების მიერ გამოწვეული უზარმაზარი ხმაურის გამო თანაკლასელები სთხოვენ, წავიდეს და შენიშვნა მისცეს. ამიტომ ის თავის საუკეთესო მეგობარ გოგოსთან ერთად იქ მიდის, რომ დელეგატს დაელაპარაკოს. მათი მიღებისას ნარი ახალგაზრდა ბიჭის სახელად EUNG-ის სიმპათიურობით გაშეშებული რჩება, ხოლო ის დელეგატის საჩივრების მოსმენის შემდეგ ბოდიშს იხდის და არწმუნებს, რომ თავის თანაკლასელებს დაელაპარაკება. თუმცა დაბრუნების შემდეგ ზედა კლასი ისევ აგრძელებს ხმაურს, ამიტომ ისინი გადაწყვეტენ მათთან ბრძოლა დაიწყონ და გაკვეთილების დროს ჭერს გამუდმებით ურტყამენ. რაც იწვევს იმას, რომ სეუნგ, ზემოთა კლასის დელეგატი, მათ კლასში ჩადის და ახსნა განმარტებას თხოვს. თუმცა ნარი ცივად უარყოფს მომხდარს და არწმუნებს, რომ მისი თანაკლასელები შესანიშნავი მოსწავლეები არიან. ამ ვითარებაში ორივე დელეგატს შორის მისვლა-მოსვლა დღითი დღე მეორდება. თუმცა ნარიც და EUNG-იც იტყუებიან, ერთმანეთის საჩივრებს უგულებელყოფენ და არაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ კლასებს შორის ომი არ მოხდეს. მაგრამ ერთ დილას მასწავლებელი ხვდება, რა ხდება და ორივე დელეგატს თავის კაბინეტში იბარებს, რათა ახსნა განმარტება მოსთხოვოს. იქ ნარი პროფესორის დარწმუნება შეძლო და EUNG-ის კლასის ხმაურის ჩანაწერები აჩვენა, რის გამოც მიუხედავად თავის მართლებისა, EUNG მან მთელი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო. კაბინეტიდან გამოსვლისას ნარი მას დასცინის. წუთების შემდეგ ეს ბიჭი მიდის შადრევანთან, სადაც ნარი წყალს სვამს, რომ აბუჩა დაიგდოს, მაგრამ ნარი შეასხამს. ჩხუბობენ EUNG-ის ერთ-ერთი თანაკლასელი აფრთხილებს მოსწავლეებს და ორივე კლასი საყოველთაო ხელჩართულ ომში ეხვევა. რამდენიმე დღის შემდეგ ზედა კლასის მოსწავლეები ხვრელიდან ნაგავს ყრიან და რამდენიმე კუპიურას კიდებენ, რათა დასცინონ იმ მოსწავლეებს, რომლებიც მათ ასაღებად ხტებიან. ნარი მახეში ებმება და მიწაზე დაცემის შემდეგ ფოტოს უღებენ. თუმცა ცოტა ხანში ის მაინც ახერხებს კუპიურების ხელში ჩაგდებას და სეუნგ ქვემოთ ჩადის, რათა უკან მოითხოვოს. როდესაც მას გადაღებულ ფოტოს აჩვენებენ, ის ნარის ბოდიშს უხდის, ხოლო ნარი საღამოს თავის მეგობარ გოგოებთან ერთად ვახშმად მიდის. მეორე დღეს ნარი გაოცებულია, როცა EUNG-ს რეკლამის კლასში ხვდება, რომელზეც თავად ნებაყოფლობით ჩაიწერა და ასევე ცნობს ერთ ნაცნობ გოგოს, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ნარი მასთან დალაპარაკებას ცდილობს, სრულიად უგულებელყოფს. კლასიდან გამოსვლის შემდეგ ნარი ახსნა განმარტებას თხოვს და ის არწმუნებს, რომ ჯერ არავისთვის უთქვამს, რომ მას იცნობ და შემდეგ კი მიდის მისი მამის კაფეტერიაში, სადაც მეგობარი გოგოებისგან იგებს, რომ იუნა იქ მუშაობას დაიწყებს. გოგოს უზარმაზარი მომხიბვლელობის გამო კლიენტების რაოდენობა წარმოუდგენლად იზრდება და ერთ დილას იქ საყიდლად EUNG-იც კი ჩნდება. სკოლაში დაბრუნების შემდეგ ნარი მეგობარ გოგოებთან ერთად ზის და საუბრობს, როცა უცებ რამდენიმე მოსწავლე უახლოვდება და სთხოვს სხვა კლასის ერთ მოსწავლე გოგოს მათი ერთ-ერთი თანაკლასელისგან საჩუქარი გადასცეს.
თუმცა სანამ ამას გააკეთებს, ნარი მასთან სალაპარაკოდ მიდის, რათა დაარწმუნოს, რომ სიყვარულში გამოუტყდეს და საჩუქარი თვითონვე გადასცეს. მისი უარის შემდეგ საბოლოოდ თვითონ მიდის იმ გოგოს კლასში, რათა თავისი თანაკლასელი საჩუქარი გადასცეს. მაგრამ როდესაც იგებს, ვინ არის გამგზავნი, ბრაზდება და ნაგავში აგდებს. იმისთვის, რომ მისმა თანაკლასელმა მომხდარი არ გაიგოს, ნარი საჩუქარს ნაგვიდან იღებს და S-A-U-N G-ის წინაშე თავის სვიტჩოტით წმენს, ისე რომ თავს კარგ ადამიანად აჩენს. ამგვარად, გაკვეთილების შემდეგ ისინი ერთად მიდიან სამრეცხაოში, რათა მთავარი გმირის სვიტჩოტი გარეცხონ, ამიტომ სუნგ მას თავისი ქურთუკით ფარავს, რომ არ შესცივდეს. თუმცა სწორედ იმ მომენტში მისი მეგობარი გოგოები ჩნდებიან და S-A-U-N G-ს აფრთხილებენ, რომ მისგან თავის შორს დაიჭიროს. მეორე დღეს ნარი მათ არწმუნებს, რომ ის უბრალოდ მისი მეგობარია. მიუხედავად ამისა, ისინი ურჩევენ, რომ მას არ შეუყვარდეს. მაგრამ გაფრთხილებების მიუხედავად, დღეების გასვლასთან ერთად მათ შორის სიყვარული აშკარა ხდება და ერთ დილას რეკლამის კლასის დელეგატი სთხოვს, რომ ინსტიტუტის სარეკლამო ვიდეო შექმნან. მოგვიანებით ნარი თავის თანაკლასელ ჩანს ხვდება და ის ეპატიჟება, რომ გაკვეთილების შემდეგ ერთად ჭამონ. იქ ის მასთან ფლირტს იწყებს და აშკარად აჩვენებს, რომ შეყვარებულია. მეორე დღეს, როცა სარეკლამო ვიდეოს იღებენ, ნარი ფეხს აცურებს. მაგრამ სეუნგ დროულად მიდის მის გადასარჩენად. ნარი, რომელიც სიტყვებს კარგავს, შემდეგ უკან ბრუნდება, რათა მისი მამის კაფეტერიიდან ერთი ტკბილეული მისცეს, მაგრამ ბოლოს მასთან კამათი მოსდის. თან, რომელიც ამ ყველაფერს ხედავს, მასთან მიდის, რომ თავისი ქურთუკი მოახუროს, რაც S-A-U-N G-ის ეჭვიანობას იწვევს და ის გამომწვევი მზერით უყურებს. მოგვიანებით ნარი ხვდება, რომ ინსტიტუტისთვის გადაღებული სარეკლამო ვიდეოს მქონე USB მოიპარეს, ამიტომ დელეგატის შენიშვნის მიღების შემდეგ მომხდარის გამო ბოდიშს სიხდის და მასწავლებლების წინაშე მთელ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს. ამის შემდეგ ის დელეგატს მეორე შანსს თხოვს ახალი ვიდეოს გადასაღებად და მიუხედავად იმისა, რომ ის აფრთხილებს, რომ ჩაბარების თარიღამდე მხოლოდ ერთი კვირაა დარჩენილი, ნარი ვალდებულებას იღებს და ეუბნება, რომ შეძლებს საუკეთესო შესაძლო შედეგის მიღებას. ამგვარად, ის თავის ყველა მეგობარს აგროვებს და ერთად ინსტიტუტში გადაღებებს იწყებენ. ასე ახერხებენ გადაიღონ მოხერხებული ვიდეო, რომელშიც ძაღლს ისე იყენებენ, თითქოს ისიც კიდევ ერთი მოსწავლე იყოს, მათთან ერთად სწავლობდეს და ერთობოდეს. თუმცა, როცა ნარი მასწავლებელთან ვიდეოს ჩასაბარებლად მიდის, აღმოჩნდება, რომ ის თანაკლასელი გოგო, რომელსაც იცნობდა, მას აბრუნებს იმ მოპარულ USB-ს, რომელზეც თავდაპირველი ვიდეო იყო, რაც იწვევს იმას, რომ მთავარი გმირი თვალსაჩინოდ შეწუხებული მიდის. მიუხედავად S-A-U-N G-ის მცდელობებისა, ანუ გეშოს, ნარი მომხდარის გამო მაინც გაბრაზებულია და გადაწყვეტს თავისი ვიდეო ინსტიტუტის დირექტორს აჩვენოს, რომელიც დაუყოვნებლივ ულოცავს კარგ ნამუშევარს. ასე რომ ამის შემდეგ კლასი კენჭისყრას ატარებს, რათა გამარჯვებული ვიდეო აირჩიოს. თუმცა, ნარი დელეგატის საქციელზე საჩივლელად დირექტორთან მიდის, რომელიც მომხდარის შემდეგ რეკლამის კლასის შეჩერებას წყვეტს. მოგვიანებით, ნარი S-A-U-N G-თან ერთად პარკშია და ნელ-ნელა მათ შორის მიზიდულობა სულ უფრო შესამჩნევი ხდება. თუმცა, მთავარ გმირს არ ყოფნის გამბედაობა, რომ სიყვარულში გამოუტყდეს. და სანამ ეს ხდება, ჩან არასწორად იგებს ნარის მზერებს და მისი იმედები დღეების გასვლასთან ერთად იზრდება. ერთ საღამოს ნარი კაფეტერიაში ზის და S-A-U-N G-ზე ფიქრობს და ზუსტად ამ დროს ის ჩნდება, რომ რაღაც საჭმელი იყიდოს, მიუხედავად იმისა, რომ ნარის ძალიან უნდა სიყვარულში გამოუტყდეს. მაშინ მთავარი გმირი მას საჭიროზე მეტ საჭმელს უდებს და გადაწყვეტს. მასთან ერთად წავიდეს იმ ადგილას, სადაც ჩვეულებრივ თავის მეგობარ გოგოებთან ხვდება. იქ ნარი მაჯას იზიანებს და როდესაც ის მისით დაინტერესებას ცდილობს, მის დახმარებას უარყოფს და სირბილით გარბის. ხოლო ჩან, რომელიც იქ მისულიყო, რათა სიყვარული ეღიარებინა, დიდი მეტგაცრუებასთან ერთად ხედავს ყველაფერს, რაც მოხდა. მოგვიანებით ნარი ხედავს, რომ სეუნგ იმ გოგოს ესაუბრება, რომელსაც იცნობს. და რომელიც სწორედ ის არის, ვინც მისი ჩანთიდან USB მოიპარა. ამიტომ ეჭვიანობით მოტივირებული, მას შემდეგ რაც ისინი საუბარს ამთავრებენ, მასთან მიდის და თავის გრძნობებს უტყდება. თუმცა, ის გაშეშებული რჩება და არ იცის, რა უპასუხოს. შემდეგ ნარი მეგობარ გოგოებს ყველაფერს უყვება და ნელ-ნელა ხედავს, როგორ იწყებს სეუნგ დაუფარავად მისარიდებას, სანამ მისი საქციელით არ იღლება და ახსნა განმარტებას არ სთხოვს. ზუსტად ასეა. დაქალო, ყოველთვის პირდაპირ იყავი. თუმცა ის ვერ ახერხებს მკაფიო პასუხის გაცემას და ნარი აშკარად გაბრაზებული მიდის.
ღამით ჩან კაფეტერიაში მიდის და ეპატიჟება, რომ ერთად რამე ჭამონ, რათა გამხნევება სცადოს. იმედი ბოლოს კვდება. რამდენიმე დღის შემდეგ SAUN G-ის თანაკლასელები მას დელეგატად გაწეული შრომისთვის ოვაციებით ხვდებიან და შემდეგ ის ნარის ნაცნობ გოგოს თავის დამხმარედ ირჩევს, რაც მთავარი გმირის ცრემლებს იწვევს და ის იმედგაცრუებული მიდის. ამის დანახვისას სეუნგ მას უკან მიჰყვება, მაგრამ ჩან პირველი მიდის და მის დამშვიდებას ცდილობს, მაშინ როცა ის სცენას შორიდან უყურებს. მეორე დღეს ნარი ძალა გამოცლილი ჩანს და ჩან გადაწყვეტს. სამედიცინო ოთახში წაიყვანოს, რათა დაისვენოს. ამასობაში მისი მეგობარი გოგოები SAUN G-თან მიდიან, რათა მისი საქციელი უსაყვედურონ და თავიანთი მეგობრის ცუდად ყოფნაში დაადანაშაულონ. შემდეგ სიუნგ ცდილობს ნარის მიუახლოვდეს, რომ დაელაპარაკოს, მაგრამ ის მისთვის შეხედვასაც კი ერიდება და ჩან თავისი ქურთუკით სახეს უფარებს, რათა დარწმუნდეს, რომ ის არ შეხედავს. შემდეგ ჩვენი მთავარი გმირი მშვიდად არის კაფეტერიაში, როცა უცებ სეუნგ შემოდის, რათა ბოდიში მოუხადოს. ამის შემდეგ ის იქიდან მიდის და თავის ერთ მეგობარს წერს, რათა აცნობს, რომ დედა ავად არის, რითაც გვაჩვენებენ მიზეზს, თუ რატომ ვერ შეძლო ნარიზე კონცენტრირება მას შემდეგ, რაც მან სიყვარულში გამოუტყდა. თავის მხრივ, ნარი ჩანს კიდევ უფრო უახლოვდება და ნელ-ნელა უყვარდება და სერიალი იმით სრულდება, რომ ისინი ერთად და ბედნიერები არიან, სკოლაში კი მთავარი გმირის მეგობარ გოგოებთან ერთად მიდიან და ასე მთავრდება. ჯგარეშია, ეს დასასრული იყო, რომელსაც არ ველოდი, მაგრამ მაინც მომეწონა. თქვენ რას ფიქრობთ? ჩან იმსახურებდა ნარის სიყვარულთან დარჩენას. თუ სიუნგ იყო სწორი არჩევანი და თავისი შანსი დაკარგა. მომიყევი, შენ უფრო რა მოგეწონებოდა? გამოიწერე მეტი დორამისთვის, ჩართე შეტყობინებები და არ დაგავიწყდეს, რომ ერთი ლაიქ დაგვიტოვო. ნახვამდის.